გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეკვეთილი მკვლელობა აკვეთეს. დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულ საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით უნდა მოეკლოს სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი იმ მოტივით, რომ მან მამედოვს უარი განუცხადა $200,000 გადახდაზე. ბრალდებულმა დავალება სისრულეში ვერ მოიყვანა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და მასში მოთავსებული ვაზნებით. საქმეზე უფრო მეც ლევან ფანცხავასგან გავიგებთ, ის ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. ლევან, გისმენთ. დიახ, საქმეში დევს ფარული საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც დაკავებული დეტალურად იხსენებს მისი გადაადგილების ტრაექტორიას. ის ამბობს, რომ მას დაუკავშირდა კრიმინალური ავტორიტეტი, ახსენებს სახელსა და გვარს ელმურაზ მამედოვს და ამბობს, რომ სწორედ მისგან მიიღო შეკვეთა, რომ კონკრეტული პირი მოეკლა. ის ჩავიდა კაბალში, როგორც თავად იხსენებს, რამდენიმე დღის წინ განთავსდა ერთ-ერთ სასტუმროში, თუმცა იარაღით არ გადაადგილდებოდა ქუჩაში და ჰქონდა დავალება, რომ როგორც კი მომენტი ჩაუვარდებოდა, მას ეს დავალება სისრულეში მოეყვანა. ამბობს, რომ დავალება ვერ შეასრულა, რადგან ის სამართალდამცავებმა დააკავეს. ესე იგი WhatsApp-ზე ეკონტაქტებოდი. დიახ. საქართველოში რა დროს დაბრუნდი? 19 ოქტომბერს დავბრუნდი. ერთი კვირაა 15 დღე გავიდა და დამიკავშირდა ელმურაზი, რომ კაბალში უნდა წახვიდეო. რატომ უნდა წახვიდეო? კაცი უნდა მოკლაო. ვინ არის ის კაცი? რა საქმიანობს? არ ვიცი ვინ არის, მაგრამ როგორც ამბობენ, მაღალი კაცია და ხორცის მაღაზია აქვს. შემდეგ რა მოხდა? გუშინაც და დღესაც დამიკავშირდა. კაბალში რა დროს ჩახვედი? ერთი კვირით ადრე მითხრა, რომ კაბალში უნდა ჩახვიდეო და მე ჩავედი. როდის ჩახვედი? გუშინ. შემდეგ გუშინ რა დროს ჩახვედი? იცი ის კაცი ვინ არის? სად მუშაობს? არ ვიცი, ობიექტის და მეპატრონის ფოტო გამომიგზავნა. შემდეგ გუშინ 4 საათზე ჩავედი კაბალში. სად რჩებოდი? ბაზართან არის სასტუმრო, რაღაც მარკეტიც არის იქ. შემდეგ 3 დღის ფული გადავიხადე, 240 ლარი იმ სასტუმროში დავრჩი. იქიდან სად გახვედი? ჩავედი დაბლა, სიგარეტი ვიყიდე და ისევ დავბრუნდი, არ მინდოდა იარაღით გარეთ სიარული. რა დროისთვის უნდა მოგეკლა? დღეს, ხვალ თუ ზეგ? მან მკითხა, იქ ვიყავი თუ არა და მითხრა სიტუაციას დააკვირდი და როდესაც მოახერხებ, მაშინ მოკალიო. რატომ გთხოვდა მის მოკლას? თურქეთში რომ დამეხმარა, იმის სამაგიეროდ მთხოვა. თუ არ შეასრულებდი? მეუბნებოდა ცუდად წაგივა საქმეო. შენ მის მოსაკლავად გამოგზავნა, გუშინ და დღეს ვერ მოკალი და მერე პოლიციამ დაგიჭირა? კი. ამ თემაზე ცოტა ხნის წინ ჩატარდა ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით დაკავებულ პირს ბრალად ედება შეკვეთილი მკვლელობის მომზადება, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა და მათივე ინფორმაციით ეს შეკვეთილი მკვლელობის საქმე უკავშირდება კრიმინალური ავტორიტეტის დავალებას, რომელიც ის კონკრეტულ პირს კაბალში სთხოვდა კონკრეტულ თანხას. უარის თქმის შემდეგ კი მან გადაწყვიტა, რომ ეს პირი მოეკლა. გამოძიების ინფორმაციით ამ მკვლელობას ასრულებდა, სურდა შეესრულებინა პირი, რომელიც უკვე დაკავებულია და როგორც გითხარით, მისგან ამოღებულია როგორც მობილური ტელეფონები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიებით გინდება, რომ ბრალდებულ საზღვარგარეთ ყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი. იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ელმურაზ მამედოვს უარი განუცხადა დაშინებით მოთხოვნილი ფულადი თანხის $200,000 ამერიკული დოლარის გადახდაზე. ბრალდებულმა დავალება სისრულეში ვერ მოიყვანა. ის სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და მასში მოთავსებული ვაზნებით. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობა დასტურდება მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით.
გამოძიება საქართველოს სისხლისამართლების კოდექსის 18.119 და 226 მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულთან და კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენისა და მათ მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტის ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ არაერთ სისხლისამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მამედოვს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა საქმეზე დაუსწრებლად უკვე წარედგინა არაერთი ბრალი. მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისთვის. ინტერპოლის წითელი ცირკულარის ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი ამჟამად საზღვარგარეთ მიმალვაში იმყოფება. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მე-18-119 და 226 მუხლებით დაიწყო დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით კი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. მადლობა ლევან, თქვენ უსმენდით ლევან ფანცხავას. სკანდალური წერილი და ევროკავშირის ელჩის აღიარება. პაվել ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე 5 თვით ადრე თავად მიიღეს. რუსთავიორმა ექსკლუზიურად მოიპოვა პაվել ჰერჩინსკის წერილი, რომლის ადრესატით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა და რომელშიც საუბარია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტის შეჩერებაზე. ელჩი კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე. ქართული ოცნების შეფასებით ეს წერილი თავდაყირ აყენებს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მთელ იმ ისტორიულ კამპანიას, რომლითაც ევროკავშირი თვეები ამტკიცებდა, რომ საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე. საქართველოს ხელისუფლებას დააბრალეს უკვე შეჩერებული ურთიერთობების შეჩერება და ამას დააბრალეს შემდგომ კიდე საქართველოში არსებული განვითარებული მოვლენები. ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ სად იღებს სათავეს დაძაბულობა, ასე ვთქვათ, და გაუგებრობა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. საქართველოს მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეს არის ევროკავშირის პრეროგატივა. ჩვენთვის სამწუხაროა ეს მოცემულობა, ეს არ არის ის რისკენაც ისწრაფვის საქართველოს და საქართველოს ხელისუფლება, თუმცა ეს არის მოცემულობა, რომელიც ეფუძნება, როგორც ამ წერილშივეა განმარტებული 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭოს მიერ, რომელიც იქნა მიღებული. ჩვენ თუ გახსოვთ მაშინ, როცა აწყდა ამ თემაზე ერთი ამბავი და თითქოს პროტესტის მთავარი, ასე ვთქვათ, მოტივატორი იყო თითქოს, რომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის საქართველოს აჩერებს დროებით გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყველა მოლაპარაკებას. ჩვენ მზად ვიქნებით 2028 წლისთვის და აქედან გამომდინარე ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც საუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისის თვეში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმენა? ჩვენ ეს გზა არჩეული გვაქვს, მყარად, წყნარად მივდივართ და რეალობაში შანს, ვისაც უნდა გაგება, ვისაც უნდა დანახვა, ამას ძალიან კარგად ხედავს და ეს თავარი ვინც ამ ყველაფრის შემფასებელი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა. ერთადერთი რაზე ჩვენ გული წვდება, რომ რიგი ადამიანებისა არის ამ დეზინფორმაციის, ამ ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი და აგრძელებენ ამ მსხვერპლშეწირვას თავის და საზიანოდ. პაվել ჰერჩინსკის მსგავსად ანალოგიური შინაარსის განცხადება დღის მეორე ნახევარში ევროკომისიის პრესპიკერმაც გააკეთა. აინტა ჰიპერს პრესკონფერენციაზე რუსთავიორის მიერ გავრცელებულ წერილზე და ქართული ოცნების ბრალდებებზე კითხეს. მანაც ამ კონტექსტში 2024 წლის ივნისი ახსენა. already in June 2020. 2024 წლის ივნისში ჩვენ მქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსლას დემოკრატიის გზაზე და რომელიც ასრულებდა პირველ გამოსაფხიზლებელ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მათ შეეცვალათ აღებული კურსი. ჩვენ მქონდა ევროკომისიის დასკვნა 2024 წლის ივნისში, ეს ასევე მქონდა ოქტომბერში, დეკემბერში და ამ კვირას გაფართოების ანგარიშით კვლავ ვიხილეთ, რომ ამ ქმედების შედეგი არის ის, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელადაა.
კურიერის მიერ მოპოვებულ წერილს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. დოკუმენტის შინაარსის მიუხედავად ოპოზიციაში ისევ ამტკიცებენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა და არა ბრიუსელმა. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ელჩის წერილი მორიგი დადასტურებაა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირში პრემიერის განცხადებამდე 5 თვით ადრე მიიღეს. ევროპულმა კავშირმა თავის მხრივ გააჩერა რამდენჯერმე სხვადასხვა თანამშრომლობის პაკეტი. მაგრამ გაწევრიანებასთან დაკავშირებული პროცესები, ევროინტეგრაციული პროცესები ევროპულ კავშირს არასოდეს არ გაუჩერებიათ. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს. საქართველო არ აყვა მოწოდებებს და 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საკუთარი ქვეყანა არ გაწირა სხვათა გეოპოლიტიკური თამაშისთვის. ამის შემდეგ დაიწყო ზუსტად თავდასხმები საქართველოს ხელისუფლებაზე, მცდელობები ხელისუფლების ჩანაცვლებისა, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა, იყო ის, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და სიმართლე არის ის, რაც აი ამ წერილში წერია, რომ თავის დროზე 2024 წლის ივნისში ეს იყო სწორედ ბრიუსელი, რომელსაც იმისთვის, რომ ზეგავლენა მოეხდინა ქართულ ხალხზე, მის ქართულ ამომრჩეველზე შეაჩერა თავისი გადაწყვეტილებით ინტეგრაციის პროცესი. ამიტომ ეს არის, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით და გააჩერეს დიალოგი და ინტეგრაციის პროცესი იმის გამო, რომ ჰერჩისკის არ გაესაჯაროებინა რასაფინანსებდა საქართველოში. და რომ აღმოვაჩინეთ შემდეგ, რომ თურმე ევროკავშირის დაფინანსებით ყიდულობდნენ აირწინაღებს, ყიდულობდნენ სხვა საშუალებებს და წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის. ევროკავშირთან ურთიერთობაზე და ბრიუსელის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებაზე ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე პრემიერ-მინისტრმა TRT World-თან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა. ირაკლი კობახიძე ჟურნალისტმა თბილისში ოქტომბერში განვითარებულ მოვლენებზე, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებსა და დასავლეთთან ურთიერთობებზე დაუსვა შეკითხვა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა გარე აქტორების მხრიდან წახალისებულ ძალებზე და რევოლუციის მცდელობებზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის განვითარების გასაღები სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებაა. We enjoy the stability nowadays in our country. That all individuals and We organizations enjoy this. დღეს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოში სტაბილურ გარემოს შევინარჩუნებთ, რაც ქვეყნის განვითარების გასაღებია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი გამოწვევის წინაშე დავდექით, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ქვეყანაში გადატრიალების 5 განსხვავებული მცდელობის წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ ახლა სიტუაცია სრულიად სტაბილურია და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით სიტუაციის სტაბილიზაცია მოვახერხეთ. ოპოზიცია ძალიან დასუსტდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების გამო. ახლა ჩვენ გვაქვს სტაბილურობა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია სრულად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე. მიუხედავად ყველა იმ მცდელობისა, იმ ტურბულენტობისა, რაც ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიცადა, ჩვენ ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალი ტემპი ვაჩვენეთ და ახლა სრულად ამაზე ვართ კონცენტრირებულები. ზოგიერთმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ თქვენი მთავრობა დემოკრატიულ უკუსლაში დაადანაშაულა. დიდი ყურადღება დაეთმოთ თქვენს კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ. ეს შეიძლება იყოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დასასრული. რა სიტყვით? 2 წლის წინ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც განსხვავდება ახლახან მიღებული ფარას კანონისგან, რომელიც ამერიკული კანონის ასლია. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება. ამ კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება არის ყოველწლიური ანგარიშგება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ორგანოებისთვის ფინანსური ანგარიშგება. სულ ეს არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც მხოლოდ ქვეყანაში ამ რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციამაც დაადასტურა USAID-სა და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით განხორციელებული ამ ტიპის ნეგატიური პრაქტიკა და გვიხარია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სრულად დახურა ეს ორგანიზაციები შეერთებულ შტატებში. რაც მოგვიანებით გავაკეთეთ, როდესაც ვნახეთ ეს კრიტიკა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებით, არის ის, რომ ჩვენ დავაკოპირეთ ამერიკული ფარას კანონი. ეს არის ზუსტი ასლი, მაგრამ ისინი კვლავ აკრიტიკებენ მას. ამიტომ ეს ჩვენთვის ნამდვილად სასაცილოა, უბრალოდ სასაცილოა.
თქვენ ცოტა ხნის წინ ევროკავშირი თქვენი მთავრობისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეთ. ეს დიდი ბრალდება. რატომ უნდა ცდილობდეს ევროკავშირი ამის გაკეთებას? არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება? არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა. მაგალითად, სულ ბოლო 4 ოქტომბერს საქართველოში მომხდარი გადატრიალების მცდელობამდე, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა ძალადობრივად შეჭრილიყო პრეზიდენტის შენობაში, ევროკომისიის ოფიციალურმა სპიკერმა, პრეს-სპიკერმა მხარი დაუჭირა ამ აქციას, სახელწოდებით მშვიდობიანი გადატრიალება. ასე რომ, ეს არის ფაქტები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებიც სამწუხაროდ უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა მარკო რუბიოსთვის სენატორების გაგზავნილი წერილი. 6 სენატორი შტატების ადმინისტრაციას მოუწოდებს დაიცვას ამერიკის შეერთებული შტატების თანამდებობის ყოფილი პირები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების სამიზნები მათი თქმით უსამართლოდ გახდნენ. ქართული ოცნება სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს. მართულ გუნდში განმარტავენ, რომ საქმე რეალურად არა USAID-ის საპენსიო, არამედ NGO-ებისთვის ჩარიცხულ თანხებს ეხება. კურიერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს, რომ კონგრესმენების წერილში ფაქტობრივი უზუსტობა. უწყების ხელმძღვანელს არაფერი უთქვამს რომელიმე ადამიანის საპენსიო ანაზღაურებაზე. ინტერვიუში მან სასწავლო თუ სხვა მიზნობრიობით გადმორიცხულ თანხებზე ისაუბრა, რომლითაც აქციების დაფინანსება ხდება. მე მგონი ეს გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის. პრინციპში რასაც საუბრობდი, ეს დამოკიდებულება არის დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი, ის რომ ხელოვნურად არის შექმნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ერთგვარი ასე ვთქვათ, ხაზი რომ დაამცირონ და დააკნონ ჩვენი ხელისუფლება, ეს ნათლად ჩანს და ის ადამიანები, ვინც ამ წერილში არის მოხსენებული, ვინც ასე ვთქვათ, ავტორი არის ამ წერილისა და წერენ მარკო რუბიოს, ის ადამიანები გამოირჩევიან ხშირად საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციით და ასე ვთქვათ, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით. ჩვენ ვაგზელებთ სამართლიან ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პროცესებს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით. ჩვენ ღია ვართ ყველა ასე ვთქვათ დიალოგისთვის. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რომ დაკვირვების ქვეშ იყო, რომ იყო დიდი თანხების მოძრაობა, რომელიც მიემართებოდა სადღაც ინსტიტუციის მიმართ, მათ შორის საგანმანათლებლო ინსტიტუტების მიმართ და აქ არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები. თუ რას ხმარდება ეს ყველაფერი? კიდევ ერთხელ, ამ ყველაფერში დამნაშავე არიან თავად ის დონორები, რომლებმაც რეპუტაცია შეილახეს, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ აქციების დროს მაგალითად დეკემბერში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევ აღჭურვილობას ევროკავშირის ფულით ყიდულობდნენ NGO-ები და აძლევდნენ აქციის მონაწილეობას. ეს დადასტურდა, რომ დეზინფორმაცია და პროპაგანდა ფინანსდება უცხოური გრანტებით, დადასტურდა, რომ ყალბი დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით ფინანსდებოდა დონორების მიმართ. ასე რომ პრობლემას ნუეძებენ ქართულ ხალხში, პრობლემა ეძებნოს საკუთარ თავში. სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი დღეს 7 საათზე გაიმართება. მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, სურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ადვოკატებს დილით საქმის მასალები პროკურატურაში გადასცეს. საგამოძიებო უწყება ლელოს ლიდერების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. საბოტაჟის უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ასევე ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი სულ 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოს წარუდგინა. ცხადია, ვერაფერი ვერ იქნება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ისეთი, რაც დანაშაულებრივ საქმიანობას დაადასტურებდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა. ერთადერთი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შეიძლება პროკურატურის ვერსიით ადასტურებდეს მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები. სხვა ფიზიკურად ვერ იარსებებს. თავიბარეთ საქმის მასალები, რომელშიც რა თქმა უნდა არაფერი მტკიცებულება არ იქნება იმისა, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მონაწილეობდნენ საბოტაჟის ქმედების განხორციელებაში, რაც რა თქმა უნდა ვერანაირი მტკიცებულებით ვერ დასტურდება. რაც შეეხება იმ აბსურდულ ბრალდებას, რომელიც იქნა წარდგენილი პროკურატურის მხრიდან, არანაირი ქმედების აღწერილობა ან კვალიფიცირება გარემოები, რომელიც მნიშვნელოვანი არის ამ კვალიფიკაციისთვის, არ არსებობს ბრალის დადგენილებაშიც კი.
რა პოლიტიკოსის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას დევნად აფასებენ ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ სანქციებზე მუშაობას გააგრძელებენ. ქართულ ოცნებაში კი დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ პროკურატურის ბრალდებები მტკიცებულებებით არის გაჯერებული და ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს საზოგადოება დიდი ხანია ხედავს. დასანქცირებაზე მუშაობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მათ შეეხოთ სანქციები ვიზებთან დაკავშირებით, ფინანსებთან დაკავშირებით, ქონებასთან დაკავშირებით, ყველანაირად მოხდეს მათი შევიწროება, ამას ვაკეთებდით, ახლაც ვაკეთებთ და მომავალში კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით გავაკეთებთ ყველანი. ყველაფერი, რაზეც ჩვენ გუშინ ბრიფინგზე მოვისმენთ გენერალურ პროკურორის მხრიდან, ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხედავთ და არ ხედავდით, როგორ ადგენდნენ შავსიებს საქართველოს მოქალაქეების, რომ საქართველო ყოფილიყო თავდასხმის ობიექტი გარედან. არ ხედავდით, როგორ დადიოდნენ უცხო ქვეყნებში ამ პაპკებით თუ საქაღალდეებით იმისთვის, რომ და ამითი როგორ ტრაბახობდნენ თან, რომ უნდათ რომ რაღაც შავსიები მიაწოდონ უცხო ქვეყნებს იმისთვის, რომ საქართველოს იყოს თავდასხმის ობიექტი, ასე რომ ამ ყველაფერს ჩვენ პოლიტიკურადაც არაერთხელ შეფასებული გვაქვს, რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას იმ ადამიანების მიმართ, სადაც დანაშაულის მტკიცებულებები სტანდარტს აკმაყოფილებს პროკურატურა ბრალდების წარდგენით არის, ნახოთ სასამართლოს რამდენად საკმარისი იქნება სასამართლოსთვის განაჩენისთვის, ეს ყველაფერი გამჭვირვალე პროცესი არის, ვინმეს რამე ეჭვი აქვს მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. ხო მიმართეს, რამდენჯერ მიმართეს. რუსთავიორზე მიმართეს, დამარცხდნენ. სააკაშვილზე მიმართეს, დამარცხდნენ. გვარამიაზე დამარცხდნენ, მელიაზე დამარცხდნენ. ყველაფერზე დამარცხდნენ. საერთოდ ისინი და მათი აქ მყოფი მხარდამჭერი ელჩები და უცხოელი დავალების მიმცემ, ყველა დამარცხა. აქაც რამე პრეტენზია ექნებათ, არ მოეწონებათ მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, როცა იქნება მიმართონ სტრასბურგს და იქაცო დამარცხდებიან, მერე მაინც მოიხადონ ბოდიში. სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი. მოვიშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ. წერს ვივამედიდან პატიმარი სააკაშვილი. მუქარა ჩარეცხვა, განადგურება, ოპონენტების გაქრობის დაპირება. მორიგი წერილი ახალი ბრალდების წარდგენის შემდეგ გამოქვეყნდა. სააკაშვილი წერს, რომ არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო. ლიდერის მოსაზრებებს იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც. მართველი გუნდისთვის კი სააკაშვილის წერილი ზნედაცემული ადამიანის მავნებლობა, ქართულ ოცნებაში ნაციონალური მოძრაობის დაბალ რეიტინგს სწორედ ამ შინაარსის განცხადებებით ხსნიან. ახლა უნდა მივხვდეთ ერთ რამეს, ჩვენ და მათ ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო. სახეზეა ღრმად შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი. მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ. ამიტომ ქართველებს გვმართებს ძალის მოკრება, კიდევ მეტი გამბედაობა და გრუზინების უღლის მოშორება. გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი, რათა აღარასდროს დაუშვათ მათი აღზევება. ასე რომ მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ ყველანი. ამ ეტაპზე ჩვენი და მათი შერიგება ვერ მოხდება. ამ ყველაფრის შემოქმედის, ასე ვთქვათ, სათავეში ვინც იყო ბატონი სააკაშვილი, ხო ხედავთ, რომ ის არც იცვლება. შეხედეთ რა განცხადებებს, რა ტექსტებით საუბრობს, ისევ იგივე, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებით, ხო? ერთადერთი რაც მას არ გააჩნია, ეს არის ძალაუფლება, თორე უფრო უარეს გააკეთებდა. დღეს ის რომ იყოს საქართველოს სათავეში, ხომ წარმოგიდგენიათ როგორ გაყო, როგორ პირდაპირ წითელი ხაზი გაუსვა და პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ადამიანებთან ჩვენ საერთოდ ვერ გვექნება, ისინი აბსოლუტურად განსხვავებული. ან ის იგივე გზას აგრძელებს ჩარეცხილები ამ ტოლერანტობაზე, როცა იყო საუბარი და ყველანი ციხეში და არ თვლიდნენ საერთოდ ადამიანად არ თვლიდნენ. ეს ადამიანები მის მაგივრად ამდენი ხნის მანძილზე რაღაცა გაიაზრებინა, ანალიზი გაეკეთებინა და ბოდიში მაინც მოეყადა იმ ოჯახის წევრებისთვის, ვისი ასე ვთქვათ, წევრების პირდაპირ ქუჩაში ჩაცხილეს, სინამუსაც კი გამოთქვამენ, რომ ეს ბოლომდე როგორ არ მიიყვანეს და არ ჩახოცეს ეს ოპოზიციას და ვინც კი მათ წინააღმდეგ იყო, რომ გაემაგრებინა ხელისუფლება. ხო ხედავ, ეს ადამიანი არ იცვლება და მისი ეს მთელი კასტა ერთი და იგივე შეხედულებით და დამოკიდებულით არის. ესენი არიან, რა დავარქვე, ფაშისტები არიან, პირდაპირ მნიშვნელობით. დღემდე მოწყურებულია, რომ ისე მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ შორის გადატრიალების გზით და ისე დასაჯოს ქართველი ხალხი. რასაც შუ ამბობდით. აგერ წერილში ასახა იმ კაცმა. თქვენ გონიათ რამე არასწორს ამბობს? არა, ეს განცდა აქვს. ეს განწყობა აქვს. იმასაც და დანარჩენ იმ ტირანს, ვინც მის გუნდში მუშაობდა.
ამეთ გონია ამ ის რომ დააშინებს ახლა ქართულ ხალხს ან რომელიმე ჩინოვნიკს დააშინებს არა ეს იყო კიდევ მორიგი ილუსტრაცია სააკაშვილის თუ როგორ უყურებს ის მომავალში თუ მიეცა ოდნავი მან შესაძლებლობა რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ანიან კოალიციურ ნაცმოძრაობა როგორ დაჯიან ქართულ ხალხს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვანის მიწვევით პეკინს ესტუმრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ჩინელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით. განვიხილეთ, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე. ჩვენ ჩინეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ბოლო პერიოდში მოხდა ამ შეთანხმების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ პერიოდში იცით, რომ საქართველო მონაწილეობს შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში. ქართული კომპანიები წარმოდგენილი არიან ჩინეთში. იმისათვის რომ ჩინეთის ბაზარი უკეთ იყოს ათვისებული ამ მიმართულებით რა თქმა უნდა არის კიდევ შესაძლებლობები რაც საქართველოს უკეთ უნდა გამოიყენოს რა თქმა უნდა საუბარი შეეხო ასევე რეგიონულ თანამშრომლობას რეგიონის ქვეყნებთან აზერბაიჯანთან სომხეთთან ბოლო პერიოდში სამხრეთ კავკასიაში არსებულ განვითარებებზე ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა ამ ჭრილში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე და ზოგადად შუადერეფანში სამხრეთ კავკასიის როლზე რაც ასევე მოიცავს ჩინეთთან თანამშრომლობას. თაღლითობის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სუსმა ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ერთმა ბრალდებულმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში ასევე სხვა საკურორტო ზონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ნებართვის გარეშე მშენებლობის დაპირებისთვის თანხა ქრთამის სახით აიღო. მეორე პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეზე სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ ბრიფინგზე ისაუბრა. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 11,000 აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7,000 აშშ დოლარის წინასწარ გადაცემა. მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა. 2025 წლის 6 ნოემბერს მოთხოვნის შესაბამისად 11,000 აშშ დოლარიდან მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7,000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული შეხვდა IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა, თუმცა IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა, მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ. საქმეზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები. პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ფაქტებზე 53 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების მიხედვით ქურდული სამყაროს წევრები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების დავალებით, ისე დამოუკიდებლად სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ.
ასევე თანხებს ძალავდნენ მოქალაქეებს. გამოძიებით ასევე დაადგინდა, რომ ეგრეთ წოდებულმა კანონიერმა ქურდული სამყაროს წევრებს დაავალა, რომ ქურდული სამყაროს წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილება აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა. დანაშაულები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დადგინდა ქურდული სამყაროს წევრები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ჩართულ პირებთან ერთად მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების დავალებით, ისე დამოუკიდებლად სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. გამოძიებით ასევე დაადგინდა, რომ კანონიერმა ქურდმა ქურდული სამყაროს წევრებს და მხარდამჭერებს დაავალა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილება აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩატარებული გამოძიებით ასევე დაადგინდა, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისათვის გახსნილი ცეცხლის საპასუხო ღონისძიების შედეგად ლიკვიდირებულმა ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა ქურდულ საერთოში გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად ქურდული სამყაროს წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები. აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს ფინანსური დახმარება აღმოუჩინა. ქურდული გარჩევის გზით საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც ქურდულ სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა კრიმინალურ ავტორიტეტებს 6000 ამერიკული დოლარი გადასცა. პროკურატურამ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულმა საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, როგორც საკუთარ, ასევე ახლობლის საბანკო ანგარიშებზე თანამდებობრივი სარგოს მივლინებისა და სხვა დანიშნულებით ზედმეტად ჩარიცხა თანხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 158,000 ლარი. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით ბრალდებულის მხრიდან მიმავლის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობდა. სხდომაზე ადვოკატმა თქვა, რომ გიორგობიანის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რა დროსაც მას ბრალდებულმა სიტყვაში ეწყვეტინა და განაცხადა, რომ მას არანაირი ფსიქიკური პრობლემა არ აქვს. დღესვე იმართება ასევე ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც პრეპარატ ნოვორაპიდით მკურნალობა ამ ეტაპზე გაგრძელდება, მისი ანალოგი ფრანგული Sanofi Aventis წარმოებული ინსულინით აპიტრა. მშობლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ. Sanofis ინსულინი არის ძალიან მაღალი ხარისხის, როგორც გახანგრძლივებული, ისე ხანმოკლე მოქმედების, უпростоრად ზესწრაფი მოქმედების, ორივე ასეთი მექანიზმით ხასიათდება, სწრაფად მოქმედებენ და ძალიან კარგად შეიძლება აი ამ ცვლილება ყოველგვარი უბრალოდ ჩატარდეს. ცხადია, რომ ამ დროს ექიმის რეკომენდაციები ჭირდება ყველა კონკრეტულ პაციენტს. გამომუშავდა გეგმა, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამ დეფიციტს, როგორ საჭიროების შემთხვევაში პაციენტები გადავიყვანოთ ერთი ინსულინიდან მეორე ინსულინზე, იმისათვის, რომ რა თქმა უნდა, მათი ჯანმრთელობა და მათი ცხოვრების ხარისხი იყოს შენარჩუნებული. ინსულინი ხანმოკლე მოქმედების, რომელსაც უშვებს ფირმა Novo Nordisk, დეფიციტი გახდა მთელ მსოფლიოში. აი გაზრდილ მოთხოვნილებასთან ერთად. და ამიტომ საქართველოს მათ ვერ მოაწოდეს იმ რაოდენობით ინსულინი, რომელიც დროულად იყო გამოწერილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ამის ჩანაცვლება შეიძლება.
საგნობრივი სტანდარტების რევიზიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრები დაიწყო. პირველი სამდღიანი შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გახსნა. გივი მიქანაძემ სიტყვით მიმართვისას განახლებულ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან მიმართებით საგნობრივი სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანის კუთხით შესრულებულ საქმიანობაზე ისაუბრა. ამ ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ საბოლოო შეჯერების საფუძველზე ჩვენ უკვე ამ სტანდარტს დავამტკიცებთ და მთელ სასკოლო საზოგადოებას წარუდგენთ იმისთვის, რომ შემდგომში მასზე დაფუძნებით გაგრძელდეს სავარაუდოდ უკვე მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესი. აღნიშნეთ მნიშვნელოვანია სწორედ ასეთ ფორმატში შეხვედრა, ურთიერთგაზიარება ყველა დონეზე განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ პრაქტიკაში არიან და ვინც უშუალოდ მონაწილეობს სასწავლო პროცესში და მათგან მიღებული უკავშირის შედეგად საბოლოოდ დაიხვეწება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დაარსებიდან 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ასოციაციაში ადვოკატთა ფიცის დადების ცერემონია გამართა. პროფესიული ფიცი ადაპტაციის პროგრამის 150-მდე კურსდამთავრებულმა დადო. ახლად გაწევრიანებულ ადვოკატებს ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა პროფესიაში შესვლა მიულოცა. დღეს ჩვენ ჩავატარეთ ახალშემომცველ ადვოკატთა ფიცის დადების ცერემონია და ახლოვებით 200-მდე ახალი ადვოკატი შემოუერთა ქართულ იურიდიულ პროფესიას. ეს არის ნამდვილად სასიკეთო და საიმედო ცვლა ჩვენი პროფესიის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ადვოკატურა, ქართული იურიდიული პროფესია კიდევ უფრო გაძლიერდება. დაახლოებით 200 ადამიანმა ჩააბარა აღნიშნული გამოსთა და გახდა ამ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ასოციაციის და საადვოკატურო ასე ვთქვათ საქმიანობის ოჯახი ქვია. მინდა ყველას მიულოცო პირველ რიგში, იყო ძალიან ასე ვთქვათ რთული ეს პერიოდი, გამოსთები თვითონ ასევე ადაპტაციის პროგრამა, თუმცა დავძლიეთ ეს ყველაფერი. გელათის მონასტრის საკონსერვაციო პროგრამის მორიგი ფაზის ფარგლებში საქართველოში სამუშაო მისიით იმყოფებიან მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი და რომის არქეოლოგიური ცენტრის მრავალპროფილური გუნდი. საკონსერვაციო პროგრამა ორი ფაზისგან შედგება. პროექტის განხორციელება დაგეგმილია ეტაპობრივად 2026 წლის აპრილის ბოლომდე, რაც მოზაიკის დამცავი დამჭერი კონსტრუქციის დამონტაჟებით დასრულდება. პარალელურად გრძელდება ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამა. ეკლესიის დარგის სპეციალისტების, როგორც ქართველების, ასე უცხოელების და სახელმწიფოს ჩართვა სამუშაოებში ერთობლივ პროცესში ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ უნიკალური საქმე კეთდება როგორც გელათისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის, უნიკალური პრაქტიკა ინერგება, ესე პროტოკოლი კეთდება სწორედ მუშაობის მატერიალური მემკვიდრეობის ძეგლებზე. გელათში სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტად. ეს ეხება როგორც სხვადასხვა მიმართულებებს, ასევე ფორმებსაც არის როგორც არქიტექტურის მიმართულებით მუშაობა, არის მუშაობა კვლევა და არის ინტერვენციაც. ასე რომ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მთავარი საფრთხეები გადალახულია და მიმდინარეობს გეგმიური სამუშაოები. გვესაჭიროება საყრდენი კარკასის აგება, რომელიც უზრუნველყოფს მოზაიკის დაცვას, მანამ სანამ არქიტექტორების სახურავის აღდგენაზე მუშაობენ. ამ მიზნით ვგეგმავთ ლითონის საყრდენი კარკასის დამონტაჟებას, რომელიც სახურავზე სამუშაოების მიმდინარეობისას მოზაიკას დაიცავს. სახურავის რესტავრაციის დასრულების შემდეგ კი მოხდება კარკასის დემონტაჟი და დაიწყება მოზაიკის აღდგენა. ქართული გუნდი მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ფრესკების სტაბილიზაციისთვის. ეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა და მიმართულებით პროგრესი გვაქვს. სტაბილიზაციის პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია. ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, არამედ პრობლემების გააზრება და მათი გადაჭრაც. თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე. ერეკლეობა იგივე თელავ ქალაქობა აღინიშნება. წელს მეფე ერეკლეს დაბადებიდან 305 წელი შესრულდა. ტრადიციულად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღევლინა წირვა და მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. მთავარ მოედანზე კი მოწყობილია თემატური პავილიონები და გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები. დღის განმავლობაში გაიმართა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ასევე დაჯილდოვდნენ საპატიო თელაველები. დღის ბოლოს გაიმართება კონცერტიც. სულიად საქართველოს განსაკუთრებით ახელებს, თელაველებს
მინდა მიულოცო დღევანდელი დღესასწაული ჩვენი სახელოვანი გმირი მეფის მეფე ერეკლეს 305 წლისთავის იუბილე. ყველა ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ხალხის ყველაზე საყვარელი მეფე, რომელსაც პატარა კახის უწოდებდნენ სიყვარულით, ჩვენი ქართველი ერი, ამ დიდი სახელოვანი მეფის დაბადების დღეა და მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ მისი ღვაწლი, მისი თავდადება, მისი გმირობა, მისი გონიერება, მართვა ქვეყნის არის გამორჩეული და არასდროს არ დაგვავიწყდება, ვიდრე იარსებებს ქართველი ერი და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერის არსებობა ეს მარადიულია და ყოველთვის იქნება ესეთ მაღალ დონეზე აღნიშნული ერეკლეობა. კურიერი 6-ზე დასრულებულია. მე დღეს ამით გემშვიდობებით, ახლა კი ეთერს ვუთმობ სპორტს. რამდენიმე წამში ლაშა დვალიშვილი შემოგიერთდებათ.